მახსოვს პირველად რომ ჩავედი საფრანგეთში მეცისთან კონტრაქტის გასაფორმებლად, ვიმედოვნებდი იმ დღეს ვივარჯიშებდი და ვნახავდი ჩემს ძველ მეგობრებს, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა მითხრა წადი სახლში და დღეს დაისვენეო. იმ დროს არ მქონდა არც ფული და არც ტელეფონის ანგარიშზე დედაჩემთან რომ დამერეკა და მეთქვა სადაც ვიყავი. მეორე დღეს მეგობრები ვნახე, რომლებიც იმ დროს მეტში თამაშობდნენ და თან დედაჩემსაც დაურეკე და ვუთხარი რომ კარგად ვარ და ვარ საფრანგეთში. მან არ დაიჯერა ეს ყველაფერი და გამიმეორა, საფრანგეთი ევროპაში. შენ გულისხმობ რომ სენეგალში აღარ ხარ? არა დედა, სენეგალში აღარ ვარ და ვარ ევროპის საფრანგეთში. შემდეგ ის ყოველდღე მირეკავდა და მეკითხებოდა ნამდვილად მართალს ვეუბნეოდი თუ არა. მას არ ჯეროდა ჩემი სანამ ერთ დღეს არ ვუთხარი ჩაერთო ტელევიზორი და ეყურებია თამაშზე. როგორც კი ეკრანზე დამინახა დედაჩემი მიხვდა რომ ბოცნება ავიხდინე და პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი, სადიო მანე.